სტუდენტობა არის ის თავარი ხალხი, ვისთვისაც ჩვენ ყველანი დღეს უკვე ვცდილობთ რომ მივახციოთ შედეგს. ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ქვეყანა ერთად შევცვალოთ თქვენი მონაწილეობით უკვე ზოგადად რაღაც აბსტრაქტულ შედეგს კი არა საუბარი, დღეს რას უნდა მივახციოთ იმისათვის რომ ხვალინდელი დღე იყო უკეთესი თქვენი მეშვეობით. პიროვნული იდენტიფიკაციის პარათი რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, იმას ეწერება სიტყვა სტუდენტი, როგორც კი დაეწერება სიტყვა სტუდენტი, ამას მოყვება თავის მაგიური შედეგები. აი სტუდენტური ბარათი დღეიდან გადაყავხართ ამას პრივილეგირებულ კატეგორიებში. ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის ეს არის უფასო. მართვის მოწვევის აღებას ამ ბარათით იქნება 50 ლარის ნაცვლად, რომელიც შოულები ყველანი ვიღებთ 15 ლარი. საქართველოს რკინიგზიდან იმ მომენტში როცა აიღებთ ამას, ფასდაკლება იქნება 50 ლარი გზავრობაზე. იუსტიციის საბუთების ლეგალიზაციაზე ფასდაკლება 20%, თეატრებში და მუზეუმებში 50%-ია ფასდაკლება. გუდაურის საბაგიროზე 70%-იანი ფასდაკლება, თბილისის ტრანსპორტში უკვე მოქმედებს 60%-იანი ფასდაკლება იცით და ამაში იქნება ინტეგრირებული. ფინანსთა აკადემიის, სამინისტროს აკადემიის სასწავლო კურსებზე ფასდაკლება, დაცულ ტერიტორიებში შესვლა და მომსახურება 40%-იანი ფასდაკლება, სპეცტარიფი ბილაინისგან, ჯეოსელისგან, ტასაცის მაღაზიებიდან მაგალითად დიზელში 20%-იანი ფასდაკლება, აკვაპარკში 70%-იანი ფასდაკლება იქ, სმარტში, გუდვილში ფასდაკლება და მოკლედ ძალიან ბევრი სხვადასხვა პრივილეგია, რომელიც მოყვება სტუდენტურ ბარათს. სანამ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენეთ ამ სტატუსის პრივილეგირებულს. სტუდენტობა საქართველოში ხდება პრივილეგირებული სტატუსის მატარებელი და ასეთ პრივილეგიებს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.